თავარი რამ რაც იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ყველა სხვა კამპანიისა ეტაპიდან არის ის რომ იყო ის რომ ჩვენ ვესტუმრეთ იმ სოფლებს რომლებიც საოკუპაციო ზოლთან იმყოფებიან და ვესაუბრეთ ძალიან ბევრ თანამოქალაქეს და ჩვენი თვალით ვნახეთ თუ რეალურად რა ხდება აქ და ის რაც იქ ხდება არის აი თუ ვინმეს ჯერ კიდევ შეერა რომ ქართული ოცნება სუვერენიტეტს იცავს მე მათ ურჩევდი რომ წავიდნენ და თავისი თვალით ნახონ იქ რა ხდება იმიტომ რომ როგორც კი გაცდები იმ საკონტროლო შლაგბაუმს რომელიც იქ არსებობს ხდები უცებ ნაცრისფერ ზონაში სადაც ქართული სახელმწიფო აღარ არის უკიდურესი სიღარიბე უკიდურესი გაჭირვება და მაგალითად ჩვენ ვიყავით ხურჩაში იმ ადგილას სადაც გიგაოთხოზორია მოკლეს ოკუპანტებმა და იმ ადგილას ერთი მემორიალური დაფაც არ არის, ერთი გამაფრთხილებელი ნიშანიც არ არის. ისე შეიძლება აღმოჩნდეს ოკუპანტების თვეობაში, ისე შეიძლება ვიღაც გადამოვიდეს და გაგიტაცოს, გესროლოს ტყვია ისე როგორც გინგას ესროლეს, რომ არაფერი არ ხდება. და ბავშვებს ჩაუტანეთ წიგნები, აქ შევაგროვეთ განმცემლებმა, ოჯახებმა, მოქალაქეებმა 550-ზე მეტი წიგნი შევაგროვეთ და მინდა გითხრათ, რომ ამას ძალიან სერიოზული ამბავი მოყვა იქ ატყდა რეკვები, ადგილობრივ პედაგოგთან, რატომ შეუშვით, რატომ მოხდა ეს, მაშინ როდესაც არაფერი ბავშვებს ვაჩუქეთ წიგნები. მეტი არაფერი, ისიც ჩვენ კი არა, საზოგადოების შეგროვილი წიგნები ჩავუტანეთ უბრალოდ ბავშვებს, ხო? ვიყავით სოფელ წყოულში. ამას მოყვა ნეგატიური რეაქცია ხელისუფლების მხრიდან და ძალიან ის ქალბატონი ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ამ ყველაფრის გამო. რომლის ხელფასიც არის 500 ლარი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს 5000 პირობითად. და ამასობაში პარლამენტარებს ოცნების არ ქონდეთ 16000 თუ რამდენი აქვს, აღარ ვიცი, თავის კიდე პრემიერს და რაღაცებს დაუმატეთ, არ ვიცი, არაფერს ვლაპარაკობ იმაზე, რომ 33 ოფიციალური მილიონერი უზით მაშინ. მაშინ როცა 37000 დევნილი ჯერ კიდევ ელის საცხოვრებელ ბინებს. და აი მაგალითად წყოულში რომ ვიყავით, ეს არ მომივა არასდროს, არ დამავიწყდება არასოდეს. მე როგორ მოძდიოდა ცრემლები ჩვენ თანამოქალაქეს იქ მიტოვებულს იმის გამო რომ იხსენებდა თუ როგორ დაიღუპა 42 წლის კაცი იმის გამო რომ სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ ჩავიდა დროზე როგორ მესაუბრებოდა ჩემ პირდაპირ ჯდომი მამაკაცი თუ როგორ დაეღუპა 1 წლის ბავშვი იმიტომ რომ ვერ მიიღო დროული და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისი იქაურმა მაცხოვრებელმა ბავშვებმა მე მიჩვენეს ვიდეო კადრები, რა დღეშია ის გზა, რომელთასაც ისინი გადიან, რომ ჩავიდნენ სკოლაში, რომელიც მათ სოფელში არ არის, 4 წელია შენდება და ვერ აშენდა და ახლა როგორც გვეუბნებიან, ავარიულია და უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს. აი ეს არის ქართული ოცნების მიერ სუვერენიტეტის დაცვა, რასაც თვითონ უწოდებენ და ღირსების დაცვა, იმიტომ რომ ღირსება უბრალოდ არ დაცვა არც ერთის და არც მეორეს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ღირსება უპირველეს ყოვლისა ნებისმიერი მთავრობის, ნებისმიერი სახელმწიფოს იზომება იმით თუ როგორ ეპყრობა ის იმ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომისა და კონფლიქტისგან და როგორ ეპყრობა ვეტერანებს. და ეს რამდენიმე მაგალითი მოგიყევით მხოლოდ, ხო? და არაფერს ვამბობ იმ სამარცხვინო კომპენსაციასა და დახმარებაზე, რასაც სახელმწიფო უხდის ამ ადამიანებს. 45 ლარს დევნილებს და 100 ლარს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკად, ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის პასად, სისხლს ღვრიდნენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაეცვათ. და აი ეს ყველაფერი არის ასეთ მდგომარეობაში და მიუხედავად ამისა, ეს აქ არის უდიდესი პატრიოტიზმის ნიშნები. უდიდესი, იმიტომ ეს ადამიანები რო ადგენენ და წავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად, ვერავინ ვერ ვეტყვით რომ რატომ წახვედი და როგორც კი ისინი წავლენ იქიდან, იქ გადმოვა რუსი სალდატი და დადგა. და მიუხედავად ამისა არის იქ უდიდესი პატრიოტიზმი, უდიდესი შემართება, უდიდესი უნარი იშრომოს ადამიანები. და მაინც ხონდეს ულამაზესი ეზო, ყველაფერი კეთილმოწყობილი, მიუხედავად აი ამ ტანჯვისა და იმისა რაც არის.
სხვაგანაც სამეგრელოში რომ გაივლი, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი უკმაყოფილება, ძალიან დიდი ბრაზი საზოგადოებაში. მე ძალიან ბედნიერი ვარ ასევე იმით, რომ ჩვენს მცირე შეხვედრებზეც კი პატარა სოფლებში ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო ჩვენთვის. ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბროთ, მანამდე ირაკლი ქობალიას მინდა უკითხო ლევანის მხრიდან სამეგრელოს და მეგრელების ქება, მათ შორის თქვენც უნდა გესიამოვნოთ და შეირგოთ აბსოლუტურად დამსახურებული. ამ შემთხვევაში მე თქვენგან მაინტერესებს ამ ადამიანებთან შეხვედრების დროს რა შთაბეჭდილება დაგრჩათ. საერთოდ აქვთ რაიმე ინტერესი პოლიტიკოსებთან კომუნიკაციის? ყველაზე მეტად რაც გვესმის და ყველა კითხვის პასუხებში ამოდის, რომ ადამიანებს აქვთ მიტოვებულობის შეგრძნება და აი ეს როგორ შეიძლება გამოსწორდეს? ისინი პოლიტიკოსებთან ურთიერთობით მათ შორის ელიან ამ შეგრძნების განელებას, პრობლემების მოგვარებას, თუ რაღაცა სხვა ტიპის მოლოდინები აქვთ, რომელსაც რაღაც სხვა ტიპის ინსტიტუციებმა უნდა უპასუხონ და ადამიანებმა? კი ბატონო, ჩემთვის განსაკუთრებით სენსიტიური და ემოციური იყო იქ ყოფნა, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი მე თვითონ ჩემ ოჯახთან ერთად ცხოვრობდი სამეგრელოში და მახსოვს უამრავი მაგალითი თანადგომის სოლიდარობის ადამიანებს ოჯახებს შორის, მაშინ როცა სახელმწიფო პრაქტიკულად არ არსებობდა. და დღეს, როდესაც სახელმწიფო გვაქვს, პრინციპში ვითარება იქ ისეთივეა. იქ ყველა ნაბიჯზე ნახავთ ადამიანებზე ზრუნვის არარსებობას და თუკი ყველა მთავრობის მთავარი მისია და მოქმედების პრინციპი უნდა იყოს ადამიანებზე ზრუნვა და ადამიანების სამსახური, სამეგრელოს ყველა კუთხეში, ისევე როგორც პრინციპში სხვა რეგიონებში ნახავთ, რომ აბსოლუტურად უვარგისია ის ხალხი, რომელიც მართავს ჩვენ სახელმწიფოს. ეს ადამიანები არიან ისეთივე ადამიანები, როგორც დანარჩენები თბილისში და ისინი არიან მათ შორის პრობლემის გასაღები იმ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი, რაც უნდა ვიპოვოთ ჩვენ ყველამ ერთად, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მათი ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, როდესაც აღარ გვაქვს პოლიტიკური ინსტიტუტების და ნორმალური პოლიტიკური პროცესის იმედი. იმიტომ რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამონგრეული და გამოფიტულია, საარჩევნო პროცესი დეგრადირებულია და ვართ უკვე პრაქტიკულად გაფორმებული დიქტატურის ფაზაში და ამ ვითარების შემოტრიალება საჭიროებს საერთო ეროვნულ ძალისხმევას. გასაგებია, რომ საპროტესტო მუხტი როგორც წესი ბუდობს დედაქალაქში და ურბანული კონცენტრაციის ცენტრებში, მაგრამ ახლა ამ ვითარებაში საერთო ეროვნული ძალისხმევის გარეშე ჩვენ არ წარმოგვიდგენია რეალური ცვლილებები. ამიტომ გარდა იმისა, რომ ჩვენ მოგწონს ადამიანებთან ყოფნა, რეგიონებში ყოფნა და ადგილზე იმ პრობლემების გაცნობა, რასაც ეს ადამიანები ყოველდღიურად გადიან და ზოგადად პოლიტიკის ეს ფორმა არის ჩვენთვის ძალიან ახლობელი თავისუფლების მოედნისთვის და მომავალშიც ასე ვაპირებთ ვიყოთ მას მერე რაც შეიცვლება მთავრობა და სხვა რეალობა დადგება ჩვენს ქვეყანაში ამ ყველაფერთან ერთად ეს არის ასევე პრაქტიკული არჩევანი ჩვენის მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ აქ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საერთო პროცესში და ეს ადამიანები გავაძლიეროთ, გავამხნევოთ, იმედი ჩაუსახოთ და ბრძოლის ჟინი გავაჩინოთ მასში. ხშირად გამიგია ცინიკური არგუმენტი იმის შესახებ, რომ იმ ადამიანებს მაინც მოისყიდიან საარჩევნოდ, ან ისინი იმდენად შორს ცხოვრობენ რუსთაველიდან, რომ ეს არის დროის კარგვა და ფუჭი ნახვა. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენ ამ ადამიანებთან საუბრობთ, მათთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია და ვხედავთ, რომ მათში ისევე არის ცოცხალის იდეები, რომლებიც ჩვენში და სხვა ადამიანებშია, რომლებიც რუსთაველზე დგანან. თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებული გარემოება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ჩვენგან განსხვავებით. ისინი არიან ზოგადად პოლიტიკური სივრცის მიღმა. რაც არ უნდა ვთქვა ჩვენ აქ სტუდიაში ან შეხვედრების დროს, რის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს საბედნიეროდ, ეს იმ ადამიანებამდე არ აღწევს. ერთადერთი რეალური გზა ამ ადამიანების ამ პროცესში ჩაბმის არის მათთან უშუალო კომუნიკაცია, უშუალო ურთიერთობა და ამ დობის ხიდების გადება და მერწმუნეთ, მათი ხმები არ გაიყიდება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენთან ერთად იდგნენ და ამისთვის ეს პროცესია საჭირო. ირაკლი, მადლობა და მივადექით მნიშვნელოვან თემას. ეს თემა უკავშირდება ზუსტად ამ ცვლილებების მიღწევის სტრატეგიას.
როცა ამ ადამიანებს ესაუბრებით, ალბათ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, უბრალოდ კამათი იმაზე არ მოგდით თუ პრობლემები რა პირიქით პრობლემებს ისინი გაწვდიან და თქვენ ამას აგროვებთ, ხო? მაგრამ პრობლემები იწყება იქ, სადაც თქვენ გიწევთ დარწმუნება ამ ადამიანების, რომ ცვლილებების მიღწევა არის შესაძლებელი. იმიტომ რომ არ მარტო პოლიტიკური პარტიების მიმართ, არამედ ზოგადად რაღაც ცვლილებების მიღწევის მიმართ უნდობლობის მაღალი ხარისხი არის გამეფებული, ხო? ეს რო შეიცვალოს რაღაცა შედარებით კაფიო და ასეთი გასაგები სტრატეგია უნდა შეთავაზოს ოპოზიცია, მათ შორის თქვენ. ამ სტრატეგიის ნაწილი იყო ოპოზიციური ალიანსი, რომელიც წევრების თქვენ გახდით. რაც დრო გადის ოპოზიციური ალიანსის საერთო სტრატეგიის არსებობასთან ან მის ერთგულებასთან მიმართებაში, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მონაწილე პარტიების მოქმედებების, განსაკუთრებით მის რიტორიკის გათვალისწინებით. თქვენ შემთხვევაშიც ჩვენ ვხედავთ, რომ გაცილებით მეტ ძალისხმევას და ბუნებრივიც არის ახმართ პარტიული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ადგილებზე თქვენი მხარდამჭერების მობილიზებას, ვიდრე ოპოზიციური ალიანსის რაღაცა საერთო გადაწყვეტილებების რეალიზებას. თუ გაგიჩნდებათ კითხვა რა უნდა ყოფილ, მე რა მგონია ეს, თქვენს მიერვე დეკლარირებული, რაც იყო და უკავშირდებოდა 26 მაისის მიერ საერთო დიდ ორგანიზებულ შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით, რომლის შედეგიც უნდა ყოფილიყო მთლიანობაში ხალხის მობილიზება და ხელისუფლებაზე ზეწოლა იმ 6 პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად, რამაც უნდა უზრუნველყოს მომავალში მეტნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მათში თქვენი მონაწილეობის მიღება. ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, არსებობს თუ არა თქვენი პარტიისთვის რაიმე მკაფიო სტრატეგია? აქ არ ვსვამე კითხვას შეხვალთ 28 წელს არჩევნებში თუ არ შეხვალთ, ან საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა გინდათ თუ არა პოლიტიკური პარტია იმისთვის არსებობს, რომ უნდა შეცვალოს არსებული ხელისუფლება და მოვიდეს ხელისუფლებაში და არჩევნები არის სწორედ ამის გზა, მაგრამ რაც ახლა თქვა ბატონმა ირაკლიმ, რომ პოლიტიკური პროცესების იმედი ბევრს აღარ აქვს, რომ საარჩევნო, ანუ არჩევნების მეშვეობით ცვლილებების მიღწევის რესურსს ბევრი ადამიანი ვეღარ ხედავს, თუ ამაზე არის საუბარი და ამას მივიღებ როგორც ფაქტს, აბა რა არის ის ალტერნატივა, რასაც თქვენ და თქვენი პარტია ან ხალხს თავაზობთ, ან თქვენს საკუთარ წევრებს? ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ცეთ ბევრი შეხვედრა გქონდა ძალიან, როგორც გითხარით, რაც იყო განსაკუთრებით ესევე სასიამოვნო იყო ის, რომ ძალიან ბევრი თანამოქალაქე მოვიდა ჩვენთან სასაუბროდ აი ამ შეხვედრებზე სოფლებში, ქალაქებში, სხვადასხვა უბნებში და ბევრი საუბარი გქონდა. ვერ ვიტყვი, რომ იყო რაღაც საყოველთაო უიმედობა. არა, ესეც ერთ-ერთი გამორჩეულია. ძალიან ცოტა შეხვდა ესეთი ადამიანი, რომელსაც ხელი აქვს ჩაქნეული. ძალიან ცოტა მართლა. აი ვერ ვიხსენებ ეგეთ დისკუსიას, სადაც ვიღაცა ეთქოდა, რომ აფერი არ გაქვს. რა თქმა უნდა, მეტის მოთხოვნა არის, მაგრამ ეს რწმენა და განსაკუთრებით ახლა ნუ ვერ გამოვარჩევ ეს კუთხეს, მაგრამ სამეგრელოში ძალიან მკაფიოდ ვიგრძელით აი ეს ჟინი, როგორც ცვლილების, ისევე განახლების და თანამოქალაქეებს სჭირდებათ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოს გულისთვის კამპანიით, რომელიც სხვათა შორის ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში დავიწყეთ, ხოლო ჩვენი ხედვა იმაზე თუ როგორ ხედავთ ბრძოლის სტრატეგიას, ჯერ კიდევ გასულ წელს გამოვაქვეყნეთ, გასული წლის შემოდგომაზე და მივყვებით იმ გეგმას და ამის ნაწილია ყველა ის გადაწყვეტილება, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ დგავთ. ერთ-ერთი მთავარი რამ არის ის, რომ მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებს შორის შესუსტებული ნდობა და დანგრეული ხიდები რიგ შემთხვევაში უნდა აღვადგინოთ. და სწორედ ამას ემსახურება ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ძლიერი თავისუფლების მოედანი, მათ შორის თავისი პარტიული ინფრასტრუქტურა იქნება ეს თუ კარგი კონტაქტები თუ მხარდაჭერა საზოგადოებიდან. იქნება ყოველთვის ძლიერი პარტნიორი იმ პარტნიორებისთვის, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ, რომ იყვნენ ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა საკითხების გადასაწყვეტად და ჩემი აზრით ეს ღირებული და მნიშვნელოვანი რამ არის, რასაც ვაკეთებ და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, კოორდინაცია, თანამშრომლობა სხვა ძალებთან, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების ნაწილის დაკვეთა ასევე იყო და თხოვნა, რომ გვაჩვენეთ უკეთესი თანამშრომლობა და შემდეგ, მაგრამ თავარი არის ეს, თავარი არის ნდობის დაბრუნება და რაზეც ირაკლი ლაპარაკობდა, თანამოქალაქეების უკეთესი ჩართვა პოლიტიკურ პროცესში. ყველასათვის არ არის არც ხელმისაწვდომი და არც შესაძლებელი ის, რომ რეგულარულად იყოს
აშკარად გამოხატულ საპროტესტო მოძრაობაში, მაგრამ ასევე არსებობს ბევრი სხვა შესაძლებლობა იმისა, რომ თანამოქალაქეებმა თავისი ხმა გააგონონ საზოგადოებას, თავისი პოზიცია გამოხატონ. მაგალითად, ის მოქალაქეები, რომლებიც მოდიოდნენ შეხვედრებზე, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ძალიან ცდილობს ოცნება დააშინოს ხალხი. რა თქმა უნდა დარწმუნებულია, რომ ბევრი იმ თანამოქალაქეს, რომელიც იყო ჩვენთან შეხვედრაზე, დაურეკავენ. ან რომ შეხვდებიან საყვედურს ეტყვიან. იმიტომ რომ ხო ხედავდით რა ხდებოდა იმ სოფლებში, როცა მივდიოდით, რომ იწყებოდა ეს რა ვიცი პოლიციის, სუსის, მანქანების მისვლა, მოსვლა, ერთი ამბავი რომ აბა რა ხდება. მაგრამ ეს მოქალაქეები ამ ნაბიჯს მაინც დგამდნენ. და მეცაც ვთქვით, ქართული ოცნების მომხრეებიც კი მოვიდნენ ჩვენ შეხვედრებზე, იმიტომ რომ აინტერესებდათ. რა ხდებოდა, რომლებიც ყოფილები იყვნენ და თქვათ ეხა იმედი აღარ აქვთ მათი, მაგრამ აინტერესებს რა ხდება და ეს განახლების მოთხოვნა, ცვლილების მოთხოვნასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას. საზოგადოება სურს ცვლილება, მაგრამ ასევე სურს პრინციპული განახლება. ამას ყველგან ვხედავთ. ამ მოთხოვნას, ამ დაკვეთას და მე მგონია, რომ თავისუფლების მოედანი ვაკეთებთ იმას, რაც ჭირდება ამ ქვეყანას და რაც ჭირდება ამ საზოგადოებას. ბევრი დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ მთავარი ჩვენ არ უნდა მოვეშვათ იმ მთავარს, რაც არის ჩვენი ფოკუსი. და აი ლაზერივით გასწორებული უნდა გქონდეს ჩვენი ფოკუსი. ის პრობლემები, რაც ქვეყანაში რეალურად არსებობს, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც ხანდახან გამოვა ხოლმე და განიხილება სხვადასხვა კუთხეებში საზოგადოების, სოციმედიაში თუ სხვაგან და ასევე იმ გზის, იმ ხედვის შეთავაზება. და ხედვა არის რა? ხედვა არის პოლიტიკური წინააღმდეგობის გაძლიერება. მოქალაქეების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში, გააქტიურება, გამხნევება, უკეთესი ორგანიზება, იმედის მიცემაც, ურთიერთგაცვლა აზრის და გააქტიურება ხალხის. ეს არის მხოლოდ ძლიერებით გავივლით იმ გზას, რომელიც გასავლელი გვაქვს. ბატონო ლევანმა რამდენჯერმე ახსენა ძლიერება, ანუ ძალის პროექცირებას ერთის მხრივ და საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ამ მნიშვნელოვან სიტყვებს უკან დგას ძალა, რომელიც ამ სიტყვებს საქმე დაქცევს. ამისთვის თქვენ გჭირდებათ ერთი საკუთარი ორგანიზაციის გაძლიერება და მეორე ძლიერ პარტნიორებთან თანამშრომლობა. მე საერთოდ არც მიკვირს და ბუნებრივია ვერ გადაკრიტიკებთ ვის არჩევთ თქვენს პარტნიორებად, მაგრამ ერთის მხრივ საუბარი ძირეული განახლების აუცილებლობაზე, მეორეს მხრივ ისეთ ალიანსებში ყოფნა, რომელიც ძველ ტრადიციულ პარტნიორებთან, ძველ ტრადიციულ მოთამაშეებთან ურთიერთობას გულისხმობს, რომლებთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს იმ ნაწილის უნდობლობა, რომლესაც თქვენ ეკონტაქტებდით, ხო არ იქნება თქვენი ხელის შემშლელი. მაშინ, როდესაც ერთი დიდი გაერთიანების მიღწევა ვერაფრით ვერ მოხერხდა ამ ქვეყანაში, რისი აუცილებლობაც ბევრის აზრით მნიშვნელოვანია, თუ კი თქვენ აღიარებთ, რომ ფაქტობრივად დიქტატურის რეჟიმში შევდივართ, და იქ ცალ-ცალკე ბრძოლას და ასე ვთქვათ, რესურსების გაუერთიანებლად ბრძოლაში შესვლას დიდი პერსპექტივა არ აქვს. რა არის ის ფაქტორები, რამაც თავისუფლების მოედნის ერთ შეხედვით მართლა ძალიან სიმპათიური ახალი პროფესიონალებისაგან, პატრიოტი ახალგაზრდებისა და არა მარტო მათგან შემდგარი გუნდის მიმართ საზოგადოებას სიმპათიის გარდა კიდევ რაღაც გრძნობა გაუჩინოს, რომ აი ამათთან და კიდევ ვიღაცეებთან ერთად ივანიშვილი დამარცხებადი. კი ბატონო, პირველ რიგში მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვკრებთ რეგიონებში, ეს არის მხარდაჭერა და ხმები ოპოზიციის ყოლაბაში და ქართული ოცნების წინააღმდეგ. და ეს ყველა შემთხვევაში იქნება ფაქტობრივი მოცემულობა. შესაბამისად, ოპოზიციის ინტერესებშიც არის თავისუფლების მოედნის გაძლიერება და შესაბამისად ქართული ოცნების დასუსტება. ანუ ეს არის ის გზა, რომელსაც ჩვენ მივყვებით და ყველაფერი მკაფიო და ნათელი უნდა იყოს ყველასთვის. ხანდახან ეს ასე არ არის სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ იმ გზას, რომლითაც ყველაზე მეტად გვჯერა. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი საბოლოო გამარჯვებისთვის. იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, იქნება აუცილებელი თანამშრომლობა და საერთოდ არჩევანიც რომ გქონდეს, ალბათ ასეთი გზა უნდა ავირჩიოთ, იმიტომ რომ დემოკრატიები ასე ცხოვრობენ, ისინი არ ვითარდებიან ერთპიროვნული აბსოლუტური ლიდერების დაქვემდებარებაში, ეს გამოცდილი გვაქვს და ვიცით როგორ მთავრდება. თუმცა ახლა ეს არჩევანიც არ არის პრინციპში, ეს არის ერთადერთი გზა გამარჯვების და სწორედ ეს არის ლოგიკა,
ჩვენი ალიანსში ყოფნის, რასაც უკავშირდებოდა თქვენი შეკითხვა. ჩვენ ვიცით, რომ უფრო ფართო მასშტაბის ძალისხმევა და თანამშრომლობა იქნება საჭირო საბოლოო შედეგისთვის და ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, მიუხედავად იმისა, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, ეს კომფორტულია თუ არა. ასეთი არის ევროპული პოლიტიკური ტრადიციაც მათ შორის, რომ გადავხედოთ უახლეს ისტორიას, თუნდაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, ცივი ომის შემდგომ პერიოდს, ჩვენ ვიცით, რომ აი ნაცისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ კომუნისტური პარტია ძალიან დიდი ხნის მანძილზე გავლენიან პოზიციებს ინარჩუნებდა დიდ ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში, სადაც რაღაც პერიოდი ცხოვრობდი. და იქ იტალიის ხელმძღვანელმა პირებმა არჩევანი გააკეთეს თანამშრომლობის სასარგებლოდ და ამ პოლიტიკური მოთამაშეების პროცესში დატოვების სასარგებლოდ მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მიუღებლები იყვნენ ისინი და საბოლოო ჯამში ეს არის ის, რამაც მიიყვანა ევროპა იმ ვითარებამდე, რომელშიც არის დღე. მესმის, რომ ცოტა ის გაყენებული ანალოგიაა თითქოს, მაგრამ არაკომფორტული გადაწყვეტილებები საერთო მიზნისთვის არის ის, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ ხოლმე, თუ კი საერთო ინტერესებით ხელმძღვანელობა. მადლობა და თუ შეიძლება დაანონსოთ ამ საქართველოს გულისათვის კამპანიის შემდეგი კუთხე რეგიონი რომელიც შემდეგი იქნება ალბათ ისეთი რამ, რაც არ გაკეთებულა საერთოდ ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიხსენებ. ჩვენ როდესაც ამ წლის თებერვალში გავმართეთ დიდი ფორუმი და ვთქვით, რომ აი იმ ბრძოლის სიტყვას, იმ მართალ სიტყვას, რაც იმ ფორუმზე მაშინ თქვენ საზოგადოების წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა ყველაზე შორეულ სოფელშიც კი მივიტანდით, ახლა ვგეგმავთ, რომ შემოვიაროთ აღმოსავლეთ კავკასიონის სოფლები, მათ შორის განსაკუთრებით ის სოფლები, რომლებიც იმყოფებიან საფრთხის ქვეშ, დაცლის საფრთხის ქვეშ, მათ შორის რუსული საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ იქ თუ სოფლები დაიცალა, იქაც იგივე მოხდება, რასაც ჩვენ მაგალითად ვხედავთ ამ შემთხვევაში, სამეგრელოს შემთხვევაში, ხომ, რომ იქაც შეიძლება გადმოიწიოს საზღვარმა, ამიტომ იქ არის ისეთ პირობები, რომ ყველგან მანქანა ვერ ივლის, მაგრამ ამის მიუხედავად ვაპირებთ, რომ მთელი ეს ძალიან ვრცელი მარშრუტი გავიაროთ ფეხით და მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მაინც შევხვდეთ იმ გმირ თანამემამულეებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რომლებიც ინახავენ ჩვენს ტრადიციებს, რომლებიც ინახავენ ჩვენს რეალურ იდენტობას, ჩვენს ადათებს, ჩვენს წესებს, დავსხდეთ მათთანაც გავცვალოთ სიტყვა, მათაც ჩამოვართვათ ხელი და იქაც შევიძინოთ და გავამხნევოთ თანამოაზრეები და თანამოქალაქეები. ესე რომ წინ სადღა ძალიან ინტენსიური, ალბათ ორკვირიანი კამპანია გველის და ამაზე საზოგადოებას კიდევ დამატებით მივაწვით ინფორმაციას, მაგრამ გვექნება რეგულარული საინფორმაციო პუბლიკაციები იქიდან და თვალი ადევნეთ ჩვენ ამბებს და გაიგებთ ყველაფერს. თავისუფლების მოედანი საქართველოს გულისთვის ლევან ცუცკირიძე და ირაკლი ქობალია იყვნენ გადაცემის ამ წლის სტუმრები.